მოდი ახლა განვიხილოთ 5 კილოგრამიანი სხეულის მოძრაობა ჰორიზონტალურ სიბრტყეზე და ესე იგი ჩვენ ვიცით რომ ამ სხეულის მასა არის 5 კილოგრამი, ასევე ჩვენ ვიცით რომ ხახუნის კოეფიციენტი არის 0.2, სრიალის ხახუნის კოეფიციენტია საუბარი და ამ სხეულზე მოქმედებს F ძალა, რომელიც x ღერსთან ადგენს 45 გრადუსიან კუთხეს და რა თქმა უნდა ამ F ძალას ექნება x ღერზე მყინელი და ეს სხეული წავა მარჯვენა მხარეს აჩქარებით. მოდი პირველ რიგში ჩვენ დავწეროთ რომ რადგან ეს სხეული არც ზემოთ მიდის აჩქარებით და არც ქვემოთ, ზემოთ მიმართული ძალები ჯამში უნდა იყოს ქვემოთ მიმართული ძალების ტოლი. ანუ n-ს დამატებული f სინუს ალფა, რომელიც აი ეს კომპონენტი იქნება, ხო? აი ამ მართკუთხა სამკუთხედში f არის ჰიპოტენუზა და ეს გენერი გამოვა f ჯერ სინუს ალფა. ისე n-ს დამატებული f სინუს ალფა უნდა იყოს ქვემოთ მიმართული ძალის ტოლი და ეს იქნება mg. საიდანაც n-ი გამოდის mg-ს გამოკლებული f სინუს ალფა, რაც გამოდის 28.79 ნიუტონი. რადგან mg იქნება 50 ნიუტონი და 30 ჯერ ფ2 მეორედი იქნება f სინუს 45 გრადუსის. რაც შეეხება x ღერზე, x ღერზე ამ სხეულს გააჩნია აჩქარება. და მოძრაობს თანაბარ აჩქარებულად. f ძალის x კომპონენტი x გენელი იქნება f კოსინუს ალფა და f კოსინუს ალფას გამოკლებული f ხახუნი უნდა იყოს მასაჯერ აჩქარება ნიუტონის მეორე კანონის თანახმად. საიდანაც აჩქარება გამოვა f კოსინუს ალფას გამოკლებული f ხახუნი გაყოფილი მასაზე. კაი, f კოსინუს ალფა იქნება 30 ჯერ ფ2 მეორედი, რადგან f არის 30 ნიუტონი და კოსინუს 45 გრადუსის არის ფ2 მეორედი. ხოლო f ხახუნი იქნება μ ჯერ n, რადგან სრიალის ხახუნის ძალაა და რომ დავთვალოთ, უნდა ავიღოთ სრიალის ხახუნის კოეფიციენტი და გავამრავალოთ რეაქციის ძალას. სრიალის ხახუნის კოეფიციენტი არის 0.2, რეაქციის ძალა უკვე ვიპოვეთ და გამოვიდა 28.79 მიასედი ნიუტონი და ეს ესე იგი აჩქარება გამოვა, აი ეს წევრი გაყოფილი 5-ზე და გამოდის 3.09 მეტრ-წამ კვადრატი. ანუ ეს სხეული წავა x ღერძის მიმართულებით დაახლოებით 3.1 მეტრ-წამ კვადრატი აჩქარებით. და ამოცანა ჩვენ გვეკითხება თუ რა იქნება ამ სხეულის სიჩქარე 10 წამში. რომ დავთვალოთ, რადგან თანაბარ აჩქარებული მოძრაობაა, თანაბარ აჩქარებული მოძრაობის დროს სიჩქარის დამოკიდებულება დროზე არის n-ს დამატებული აკენი. n-ის აწკის სიჩქარეა და ამ შემთხვევაში 0-ის ტოლია და აჩქარებაჯერ დრო იქნება 3.09 გამრავლებული 10-ზე. ანუ იქნება დაახლოებით 30.9 მეტრ-წამი. ესე იგი ამ სხეულის სიჩქარე 10 წამის შემდეგ იქნება 30.9 მეათედი მეტრ-წამი. თუ გსურთ ფიზიკის წიგნის შეძენა მერვე კლასის მასალაზე, შეგიძლიათ მოგწეროთ პირადში.